სალამი ჩემო კარგებო. მოგესალმებით ჩემი მეგობრების ეზოდან, რომლებთანაც დღეს ვარ სტუმრად, უგემრიელესად ვისადილეთ და უფრო უკეთესად ვიცინეთ და ვიხალისეთ. დედა კიდე წამოვიდა დესერტზე. დედუ, რა სეპოტინები მანდ გოგოშკა? ჰა? რა სეპოტინები? დედა ეს მოთიბული როა. მიესალმე ჩემ გოგოებს და ბიჭებს. Привет. თუთა, ასხია? გადარჩა თუთა. აჰა, დაგვრცინის კიდევაც. აა ბატონო, თუთა, მოდი ერთი გავსინჯოთ და ჩავიფიქროთ. წელს პირველი თუთა. არ მიყვარს სიმართლე რო გითხრათ თუთა. არა ვარ თუთისტი. კაი ტკბილია. კარგია. კარგია. მაგრამ არ მომწონს ამ ახალ გათიბულში და ასაკრებ ბალახებში რო დგევართ. რამე არ იყოს. ხო და ჩემო კარგებო, აი ასე ვართ. დღეს დათბა. წინა დღეებთან შედარებით და ღამესთან შედარებით ღამე ისე ციოდა. მეტი რომ არ შეიძლება, აი ამ ბალს ყოველთვის ძალიან კარგად ასხია ხოლმე. და აი ერთიც არ ასხია, ერთიც ისე მოყინა. და ამ ვაშლს კიდე ტოტები აწყდება ხოლმე და ესეც ვირალმაზი ყვავილია. აი ასე. აი ამ ოჯახში მოვდიოდით ხოლმე სტუმრად მე, დედა და ჩემი შვილი. ესე 2000-იანების დასაწყისში. ხო და ისე მოგვეწონა და შეგვიყვარდა აგარა რომ გადავწყვიტეთ რომ აი გადმოვსახლდეთ, შევიძინოთ და საერთოდ გადმოვსახლდეთ და აი ამათ დამსახურებაა აქ რომ დავფუძნდით წყალი თუ მოდის ნეტა. კარგად მოდის. ამათ ჭაცა აქვთ, ისევე როგორც ჩვენ საკუთარ სახლში და ისიც რა ქვია, მთავრობის წყალით და ამ წუთას მთავრობის წყალი აქვს ჩართული. ხო და მთავრობის წყალი რო რწყავენ იკლებს გუშინ მაგალითად წუხელის დიდხანს იყო გამორთული. ბატონო დედა. ამას როასია ყვავილი? ჩვენი რა ყვავილი? ეგეთი არა გაქვს. ეგ ის არის? ხო. ნახე რა ყვავილები ეს. ყვავილები ასხია რა ქართულია დედა? აბია. არცაბია, ყვავილი გაიკეთა. ეს არ შეძვრე შიგნით. ეხლა გამახსენდა, ჩვენთან სამსახურშიც პალმებს უქონდათ ეგენი და რა ვიცი, ეტყობა დედალმამლის ამბავია, დამტვერვის ან რაღაცის. იმიტომ არა აქ შეიძლება რომ მამაჩემი სუკრიჭავს. არაფერს არ გიჭავს, შუაში უნდა ამოუვიდეს და რაც უნდა კონდეს. იქნება რაც ამოსდის იმას აჭრის. არა, ქვევით აჭრის. იქ ძალიან ბევრი იყო, საკონსერვოში ძალიან ბევრი იყო ეგეზოში და ესე დიდებს იკეთებდა ხოლმე. შეიძლება სხვა ჯიში. შეიძლება. იცი რომ დავიხო. ემას. წეღან დავჯექი საქანელაზე. ეს არის ხაშურული საქანელა, გზაზე იყიდება ხოლმე, მეც უნდა ვიყიდო, უნდა ჩამოვკიდო იმაში. რა ქვია, აირონზე. ხო და მიყვარს მე ძალიან საქანელო, დავჯექი წეღან და ჩამოვწვიდე. კიდე კაი ძირს არ გავიშხლართ, გახეხილი ყოფილა ერთ ადგილას და ვერ გაუძლო ჩემს სიმძიმეს და ჩამოვწვდა. იმხელა ვარ უკვე რომ მეგობარს საქანელა ჩამოვწვით. საღამო მშვიდობისა, ჩემო კარგებო. დაუბრუნდით სახლში. დედა მივიყვანე თავის სახლამდე და წამოვედი, ძალიან ნასიამოვნები. აი სიცილისგან ხმა წაგვივიდა, იმდენი ვიმხიარულეთ, იმდენი რაღაცა გავიხსენეთ, იმდენი რაღაცა მოვყევით. მოკლედ სასიამოვნოდ დავიღალე დღეს. ზეჩადის უკვე. აი. ჩიტები დაფრინავენ ესე წრეზე. უნდა შეიბუდონ უკვე. ამათი სამუშაო დღეს დამთავრდა. მოვედი ბუბუ გაგიჟდა გადაირია. სადი ყავი ამდენი ხანიო მიკიცინა და მიკიცინა კუთი.
ესე ტასიკოსთან იყო დატოვებული. უნდა გაჩვენოთ რა დღეშია ჩემი სუკულენტი. შეხედეთ რა დღეშია. აი შეხედეთ. რა სილამაზეა. ამდენი ყვავილი არასდროს არ წამოუღია ერთდროულად. აი გეგონება რომ იმისგან გამოწერწესო. ისეთი საყვარელია და მინდა რომ სულ ცოტა ეპოქსიდი მაქვს და იქნებ ჩავსვა. მე რა სილამაზეა, გიჟდები. ჯერ კიდე არ არის ყველა კარგად გაშლილი. მკეთრე ლამაზი მტევანია. ყველა ესე გაიშლება. ზემოთაც მაქვს სუკულენტები და საკადრის ყურადღებას ვერ ვაქცევ, იმიტომ რომ ზემოთ არიან. ბუბუ ერჩის და რა ვქნა? აი მითხარით რა გავხდე. რატომ მიხურე ვაჟბატონო ეს კარები, ჰა? რასაკეთებ, რას მოსნაობ? ბუბუ რა დაითრიე? ამასთანავე თქვა გამოუღებინა, რატო ედო ეს თქვა კევივით რატო ღეჭავდა არ ვიცი. აი ასე შემოკარქებო, მოვედი მოვწესრიგდი და დღეს ერთადერთი მევალება რომ დავისვენო. დღეს ესეთი დღე მაქვს. აი ეს თუთას გარეთ უბრილა ვიდრე სახლში. აი ამ ხელა დიდი პაუზის შემდეგ უფრო მეტი კომენტარი მოვიდა გუშინდელ ვიდეოზე, დიდი მადლობა. და წიგნებთან დაკავშირებით შემოვიდა რამდენიმე კითხვა. და აქედან ერთი მახსოვს კარგად. აი ამ ნაწარმოებების სახელებს და ემეებსო, ავტორებს როგორ ვიმახსოვრებ და როგორ ვიმახსოვრებ და ყველა არ მომახსოვრდება. ვერ ვიტყვი ახლა რომ ყველაფერი რაც ცხოვრებაში წამიკითხავს, ყველა და ყველაფერი მახსოვს. არავითარ შემთხვევაში მახსოვს მხოლოდ ის რამაც ჩემზე მოახდინა დიდი შთაბეჭდილება. რაც იმდენად მომეწონა, რომ ხელმეორედ კი არა და ხელმესამედაც წავიკითხე. მახსოვს ის, რაც აი კონკრეტულად პროგრამულად გავიარეთ და გვასწავლეს. იყო ესეთი ნაწარმოებებიც. და რო გითხრათ ახლა რომ არასდროს არ მავიწყდება ავტორები და ნაწარმოებები, ძალიან მოგატყუებთ ნამდვილად. გვავიწყდება, რა თქმა უნდა, ერთხელ ჩემ უფროს მეგობართან, ყოფილ პედაგოგთან, აწუყვე ნათესავთან, იმიტომ რომ ბავშვები მოვნათლეთ, ვიყავით მე და ჩემი კლასელი თბილისში, ჩემი მეზობელია თათმინდაზე, ერთად ვცხოვრობდით წლების განმავლობაში 90-იან წლებში და ერთმანეთს გადავატანინეთ ეს რთული პერიოდი. და ეს ძალიან დიდი ბიბლიოთეკა ქონდა, ძალიან დიდი არა, მაგრამ კარგი დიდი ბიბლიოთეკა ქონდა და ჩემმა კლასელმა ბიჭმა გითხრა რომ სულ საკითხული გაქვს, აი ეს ყველაფერი საკითხული გაქვს, ყველაფერი მაქვს საკითხულიო და ყველაფერი გახსოვსო. არა რა ვამბობ, რა თქმა უნდა, ეგო არ ძგევალება რომ ყველაფერი გახსოვდესო, აი მიხელა სქელტანიანი წიგნის თითეული ფაქტი აღწერილი რაც იყო ამ პერსონაჟის სახელი, მით უმეტეს თუ უცხოურია, ახლა ომი და მშვიდობის ყველა პერსონაჟი გვახსოვს, ხო არ გვახსოვს არა? მაგრამ ეს ყველაფერი ილექება შენში, ქვეცნობიერში თუ ცნობიერში, ტვინში თუ სულში, რა ვიცი, თუ გულში, კაც მარიცის, ილექება და ლექსიკაზე მე ეტყობა ადამიანს მეტყველებაზე ეტყობა, რამდენი აქვს საკითხული. აი ლექსიკა იხვეწება. ხო და ახლა ცუდად არ გამიგოთ ნამდვილად არა, თქვენ კარგად იცით რომ მე საქართველოს ყველა კუთხე მიყვარს და ყველა აქცენტი და ყველა დიალექტი და ყველა ქართველური ენა. იტალიაში რომ წავედი პირველად არაჩვეულებრივ ქართველ ჩემი ასაკის ქალბატონთან მოვხვდი, ნაქირავები მქონდა საწოლი. და არის ეს ქალბატონი იმერელი. შესაბამისად გარშემო შემოკრებილი ყავდა თავისი მეგობრები, ბავშვობის, თავისი და, თავისი ძმა და სულ ყველანი იმერულად უქცევდნენ და ჩემთვის ეს ძალიან საყვარელი კუთხეა და სტუდენტობა მეგობრებთან მაქვს გატარებული იმერეთში და ძალიან ერთ-ერთი საყვარელი კუთხეა ჩემთვის და პატივსაცემი და თბილი და მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს და ძალიან გამეხარდა ეს ყველაფერი. თან დედა ჩემის მოგვარე აღმოჩნდა და
კარგა ხანს ერთი თვე ვიცხოვრე მასთან ნაკირავებ ოთახში. და ვცდილობდით, ახლა ახალი ჩასულები ყველანი ვცდილობდით, რომ იტალიური ცოტა ენა გაგვეტეხა და რაღაცა სამსახურს რო ვიშოვიდით, რაღაცა ერთი სიტყვის თქმა შეგვძლებოდა და რაღაცა გაგვეგო. მე მანამდეც რაღაცას ვცდილობდი ჩემთვის მესწავლა და იქ მით უმეტეს ბევრს სამუშაო რო არ მქონდა პირველი თვე და დავდიოდი და დავსეირნობდი, ბევრი რაღაცა ვისწავლე, იცით, იქ წარწერა, იქ რაღაცის კითხვა გიხდება, იქ რაღაცას პასუხობენ, რაღაცა გამახსოვდება და მოკლედ ვცდილობდით გვესწავლა იტალიური ენა, მაგრამ იტალიური გარდა ავიკიდე იმერული ავიკიდე და ისე საყვარლად და სასაცილოდ ვლაპარაკობდი, დამცინოდნენ იტალიური რა მოგახსენოდა, იმერულიო სუფთა გასწავლენთო და აი როგორც ადამიანებთან ურთიერთობისას შეიძლება რომ შეგეცვალოს ზნედაფერი, თუნდაც გამომეტყველება, თუნდაც ცნობიერება, თუნდაც მეტყველება, ასევე წიგნიც გიცვლის და გახსოვს თუ არ გახსოვს მისი ავტორი და მისი ყველა ნაწარმოების სახელი ზუსტად და სწორე ნაწარმოების პერსონაჟის სახელი. მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ ზოგი მახსოვს, ზოგი არ მახსოვს. ასე. რა ვიცი, აბა რა გითხრა, თქვენ რა სიტყვით? რა სილამაზეა. სიამოვნო, იმას წუწნი. ფორკაპილი, წამალს. ერთი წავიღე და ეს არ წამიღია და არ დამიგვიანდეს თქო და გავიქანე პირში და გამახსენდა რომ თქვენთან უნდა მეჭორავა. დავგეგმეთ მეგობრებთან ერთად ორ კვირაში ჩამოვალდო და გავისეირნოთო სადმეო. რამე ვნახოთო. წავიდეთ მე ვდგარ, მე ყოველთვის თანახმოვარ და თქვენთან ერთად წავალ. სადმე აქვე. კრუხობს. ბუბუ, სად მიძვრები? მოდი აქ, სიხარულო, მოდი. მოდი ჩემი ბიჭი, არ წახვი, არ შეძვრე მან სიხარულო, არა. იქით მეზობლები. აივანზე, გვერდზე მეზობლები. რომ ბაჩუნობენ ხოლმე, იქ რომ ლაპარაკობენ ხოლმე. მიუყურადებს ხოლმე ეშინია. თლათ არ უყებს, ვინ არიანო ფიქრობს. ბუბის, ჩემი ბუბისიკო. ცოტა მჟავნა მომიკრიფა დედამ. ტასიკოს უყვარს ძალიან. ხო და ან წვნიანს გავაკეთებ, ან უბრალოდ ესე მოსასხმელს, მოვხრაკავ ხალხთან ერთად და ხანრაზე მოისხავს ხოლმე როგორც ტყემალს. წამოვიწყე და გადავიღე კრემი შარლოტი, ერთ-ერთი საუკეთესო კრემი. ესეც ფრანგულია ალბათ. შარლოტი ქვია. ეს რომელი კრემია? აი ჩვენ ბავშვობაში ტორტებს ესეთ ლამაზი ფერის და ლამაზი ფორმის ყვავილებს, ვარდებს და რაღაც ეს ლამაზ მწვანე ფოთლებს ასვავდნენ ხოლმე. არის ძალიან მყარი და მდგრადი კრემი. იხარშება ცალკე სიროფი, კვერცხით, შაქრით და რძით. არ ემატება ფქვილი და სახამებელი, გრილდება ეს სიროფი და ითქვიფება დარბილებულ კარგი ხარისხის კარაქთან ერთად და გამოდის ესეთი მდგრადი კრემი. მე მაგალითად მიყვარდა ეს კრემი ყოველთვის. მიყვარდა ეს ტორტი, ზღაპარი რო იყო ტორტს კასკაი, კაფე ნარგიზი თუ გახსოვთ. რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კუთხეში რო იყო. აჰა. სიმართლეს გეტყვით, რომ არ ვარ შეხუმრებული ამ კრემთან. ისე ხშირად არ ვაკეთებ, როგორც დავუშვათ მოხარშულ კრემს. დღეს დილით სანამ წავიდოდი, გავაკეთე. ვცადე და გადავიღე. ხო და ჩემო კარგებო, მინდა რომ თქვენც გიჩვენოთ. დავამონტაჟებ და დავდებ აუცილებლად. ეს თუ ხმა გაიგეთ, შაქრის ქარხნის ხმა არის, ქარხანა რო ჩამოცლის ხოლმე დიდძალ შაქარს, ჩამოყრის ფშშ ეგეთი ხმა. აი ეს სასიამოვნო და მშვენიერი დღე მქონდა ჩემო კარგებო. იმედია თქვენც კარგად ბრძანდებით. წავალ ახლა მე. ავტვირთავ ამ ჩემ მოკლე საჭორაო ვიდეოს და ასევე დავამონტაჟებ კრემ შარლოტს და იმასაც მოგართმევთ უახლოეს დღეებში.
ახლა დაგემშვიდობებით, კარგ საღამოს და კარგ ღამეს გისურვებთ და შევხვდებით ხვალ. აბა, ყოჩახთ. მე და ბუბუა ესე ვართ, აი, ასე ვართ მე და ბუბუა ესე. ჩემო კარგებო, აი ის იყო, რომ უნდა გადამეტანა კომპიუტერზე ვიდეოები და უნდა დამემონტაჟებინა უკვე, რომ ტელეფონზე ვნახე კიდევ ერთი კომენტარი გუშინდელ ვიდეოს ქვემოთ. რით დავაინტერესო მოზარდიო, რომელიც ტელეფონშია ჩაყუდებული, მირჩიეთ რაიმე წიგნიო. ძალიან რთული თემა. ძალიან რთული თემა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ აი ხვალ არა, დღესვე უნდა ჩავწერო, თუნდაც აი ესეთ წამოწოლილ მდგომარეობაში ამ ვიდეოზე პასუხი და იმედი არ მიწყენთ, რომ აი ასეთ მდგომარეობაში ვარ. წიგნი საინტერესო უამრავია ამ ქვეყანაზე და სიაგრძელი შეგვიძლია რომ მოგწოთ წიგნებისა. თუმცა იმიტომ რომ წიგნი იქნება საინტერესო, არ ვიცი რამდენად შეიძლება რომ მოზარდს მოუნდეს კითხვა. მე მაგალითად დავიწყე კითხვა ძალიან გვიან. აი მართლა ძალიან გვიან დავიწყე, გინდა იჯერეთ გინდა რა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არის ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და კითხვას უთმობ ძალიან დიდ დროს და წიგნს ვახარჯებ საკმაოდ დიდ თანხებს, სადღაცა 12-13 წლისას მე არ მქონდა წაკითხული არც ერთი წიგნი, მართლა. აი ეს პატარა ბროშურები ვით რო იყო ხოლმე ქართული ხალხური ზღაპრები, აი ისინი მქონდა, იმიტომ რომ ტექსტი იყო ცოტა და ნახატი იყო დიდი, მომწონდა და წიგნებს, სახელმძღვანელოებს ვკითხულობდი, ვსწავლობდი, ცუდად არ ვსწავლობდი სხვათა შორის. აი მე მეოთხე კლასის შემდეგ აურიე ძალიან, იმიტომ რომ მათემატიკური საგნები გართულდა და არც მანამდე მიყვარდა და მე სულთლად ჰუმანიტარი ვიყავი თავიდან და ვრჩები დღემდე. 13 წლის ასაკში წავიკითხე პირველად ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობების კრებული, ახლაც ამაქვს ეს წიგნები, ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი, ბიულერ-ბიუელი ბავშვები და ჩვენ ცალტკროკელები ვართ. მოხდა ისე, რომ ახალ წელს დედამაც და ბებიამაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიყიდეს საახალწლო საჩუქრად ეს და ეხლაც ორი წიგნი მაქვს და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი, უსაყვარლესი ავტორია დღემდე და რამდენჯერმე მაქვს წაკითხული. საახალწლო არდადეგებზე დედაჩემმა დაიწყო ამ წიგნის კითხვა და ვინაიდან და რადგანაც ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი არის ლიონებერგელ ემილზე, რომელიც ცელკი ბავშვია ძალიან, რაღაცა ხუტორში, მაშინ რა ქვია, შვედეთში, სმოლენდში ცხოვრობს და ძალიან ბევრი ხიფათი და სასაცილო თავგადასავალი გადახდება თავს და დედაჩემი ძალიან ბევრს იცინოდა კითხვის დროს და აი რაღაცა დავინტერესდი და დავიწყე კითხვა და იმ საახალწლო არდადეგებზე წავიკითხე მთლიანად ეს წიგნი, საკმაოდ დიდი წიგნია, ჩემთვის ეს იყო ძალიან უცნაური ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ვკითხულობდი ძალიან გამართულად, ჩემ კლასში იყო ბევრი ბავშვი, ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ბავშვი, ზოგს რაღაც ესეთი დისლექსიის პრობლემა ჰქონდა, მოკლედ ტექნიკური პრობლემა ჰქონდათ კითხვის და ეს ჩემთვის ძალიან გასაგები ამბავია. მე ეგ არ მქონდა არასოდეს, შვენივრად ვკითხულობდი, შვენივრად წერდი, შვენივრად ვსწავლობდი, კითხვა არ მიყვარდა. აი ამ წიგნით დავიწყე მე კითხვა. არ ვიცი წიგნი იყო კარგი და აი ესეთი მსუბუქი და ძალიან ალალი და კარგი ავტორია ლინდგრენი, რა თქმა უნდა, ბევრი ლაპარაკი და ამან მომანდომა კითხვა არ ვიცი, იმიტომ რომ დედა იცინოდა ამაზე და მეც მომინდა კითხვა, მაგრამ მანამდე ჩემი მშობლები უკითხულობდნენ და ერთხელაც არ მომდომები არაფრის წაკითხვა. ერთი კიდე გასათვალისწინებელი ის არის, რომ არასდროს არ მაძალებდნენ მე რატო არ კითხულობო. არ მქონდა ესე, ჩემ მეგობრებს ჰქონდათ, რომ ეხა დაჯექი კლას გარეზე საკითხავი ლიტერატურა უნდა იკითხო. ზაფხულში თვეში ერთი წიგნი უნდა წაეკითხა ჩემ მეგობარს, აი ესეთი შუა დღეზე ხო აღარ გაძინებთ, პატარა არ ახარ, უნდა წამოწვე, როცა ცხელა და უნდა წაიკითხო. ეს ჩემ სახლში არ ყოფილა. არასოდეს არ მაძალებდნენ და მე თავისუფალ დროს შემეძლო
აპლიკაციები გამომეჭრა და გიჟდებოდი ქაღალდების ჭრაზე, მაშინ არ იყო კომპიუტერი, შემეძლო ტელევიზორისთვის მეყურებინა, შემეძლო მეხატა, რაც მინდოდა ის გამეკეთებინა. არავინ არ მაძალებდა არაფერს. აი ეს მომენტი იყო. კომპიუტერი, ინტერნეტი და ტელეფონი მაშინ არ იყო. შეიძლება რო ყოფილიყო, მეც არ მკითხველი გამოვსულიყავი, ვერ გეტყვით, არ ვიცი. რაც შეეხება გირჩიოთ წიგნებს, რომლებმაც შეიძლება დააინტერესოს, წაკითხული მაქვს და ბევრისგან გამიგია, რომ ჯოან როულინგი თავისი ჰარი პოტერით არის ავტორი, რომელმაც თაობას კითხვა დააწყებინაო, არ ვიცი. იმასაც გააჩნია ბავშვი რა ტიპია. ზოგს უყვარს ფენტეზი, ზოგს უყვარს ფანტასტიკა, ზოგს უყვარს მელოდრამა, გოგოა, ბიჭია. აი გააჩნია როგორ ფილმებს უყურებს, გააჩნია როგორი ჩასაცმელი აცვია, გააჩნია როგორი ტიპაჟია. არ ვიცი, რა გითხრათ, აი ჩემ შულსაც არ ვიცი როგორი ნაწარმოები უნდა ვურჩიო, აი როგორც ვურჩევდი, რომ კითხვა დაეწყო. არ ვიცი, რა გითხრათ, სათავგადასავლო, აი ის რაც ჩვენ ბავშვობაში იყო სათავგადასავლო და ყველა მაგითი ამ ნაწარმოებებით იწყებდა კითხვას, ის დღეს ბავშვებს აღარ აინტერესებთ ბავშვებს ეს სამი მუშკეტერი, აღარ აინტერესებთ ბავშვებს ეს უთაო მხედარი, მათ რაღაც სხვა ინტერესები აქვს და თანამედროვე ავტორებიც, თუნდაც იგივე ეს ფენტეზი ძალიან კარგია ბევრი. ანუ თვითონ ბავშვი მივიდეს იქამდე, რომ დაინტერესდეს, თორე ისე რომ აი გითხრათ, აი ეს ნაწარმოები მე შემილია გირჩიოთ ისეთი ნაწარმოები, რომ თქვენ ამას იყიდით, სახში მიიტანთ და ბავშვი იმ დღესვე კითხვას დაიწყებს, მგონია რომ ეს ცოტა არარეალური რაღაცაა. მე მგონი თავად მივა ამ იქამდე. არ ვიცი. არა მაქვს ამაზე პასუხი, სიმართლე რომ გითხრათ. ისე მე ვთვლი, რომ ადამიანი კითხვას რო იწყებს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ასაკში იწყებს. 6 წლის დაიწყებს თუ მოზარდობაში დაიწყებს თუ ძალიან ადრეულ ბავშვობაში დაიწყებს. ქართულად მოსაუბრე თუა, თამას ბიბილურია ავტორი და რევა ზინანიშვილი, რომლითაც იწყებენ ხოლმე და მართლაც გემრიელი ავტორები არიან. არ ვიცი რამდენად დაინტერესდება მოზარდი ადამიანი და კითხვას რამდენად დაიწყებს ამ ავტორებით ახლა. ასევე იგივე ასტრიდ ლინდგრენი, ასტრიდს მარტო პეპი და კარლსონი არა, ძალიან ბევრი რამე აქვს. არ ვიცი, აი მართლა მე რამდენად თქვი სიტყვა არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ვერ გეტყვით. გოგოებო და ბიჭებო, აბა დაწერეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება და თქვენი მოსაზრება. საერთოდ როგორ უნდა დავაინტერესოთ ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა, თინეიჯერი, სულ ერთია, კითხვით, რომ მთლიანად მთელი დრო და მთელი მისი ყურადღება ტელეფონზე და ინტერნეტზე არ იყოს გადართული. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? აი მითხარით. არსებობს თუ არა ნაწარმოებები, რომლებიც ისე ჩაითრევს ადამიანს, რომ კითხვას დააწყებინებს. არსებობს თუ არა რაიმე ხერხი, არის თუ არა აკრძალვა ამ პირიქით, თავისუფლებაზე მიშვება რაღაცა გამოსავალი. არის თუ არა დაძალება გამოსავალი. აი ვინაიდან და რადგანაც მე არ ვიცი, არა მაქვს ამაზე პასუხი. გთხოვთ მოგწეროთ კომენტარებში, იმიტომ რომ ჩემთვისაც კარგია, კითხვის ავტორისთვისაც კარგია და იქნებ კიდევ სხვასაც აინტერესებდეს და მე მართლაც მაინტერესებს ესეთი უნივერსალური მეთოდი ამისი, რაიმე ფორმულა არ არსებობს და მაინტერესებს თითოეული თქვენთაგანის მოსაზრება და თუ გამოცდილება გაქვთ უკეთესი როგორ დავაწყებინოთ ადამიანს კითხვა. აი ესე შემოგარქებო. კიდევ ერთხელ გემშვიდობებით, კარგად.